მივესალმებით ძვირფასო სტუმრებო, მივესალმები განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს ქალბატონ ლალი კალანდაძეს, ჩვენთვის დიდი პატივი თქვენ მოგზადება და დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობა. მიხარია რომ ვარ დღევანდელი ღონისძიების მონაწილე და თქვენთან ერთად მაქვს პატივი ვეზიარო ამ დღეს. ნამდვილად ხაზგასასმელია პედაგოგის როლი ქვეყნის განვითარებისა და წვირის საქმეში. თქვენ ემსახურებით მართლაც განსაკუთრებულ და გამორჩეულ პროფესიას, რომელსაც შეუძლია ადამიანის ცხოვრებაზე იქონიოს დიდი გავლენა. თქვენზეა დამოკიდებული თუ როგორი თაობა ეყოლება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სახელმწიფოს და ალბათ ბევრი თქვენგანი დამეთანხმება, რომ ჩვენს მასწავლებლებს, ძვირფას პედაგოგებს ნამდვილად განსაკუთრებული დაფასება სჭირდებათ. ძვირფასო პედაგოგებო, ამ სცენიდან კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას თავდადებისთვის, თავგანწირვისთვის, იმ საქმისთვის, რომელსაც ესე შესაშური ენთუზიაზმით ემსახურებით. მნიშვნელობა არ აქვს დღეს ამ სცენაზე ამოხვალ თუ არა, ვინაიდან ჩვენთვის თქვენ ყველანი ძვირფასები, გამორჩეულები და ნამდვილად ღირსეულები ბრძანდებით. ჩვენ ყოველთვის გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას და დაფასებას. მესტის მუნიციპალიტეტს ჰყავს არაერთი გამორჩეული, ღირსეული და ღვაწლმოსილი პედაგოგი, რომლებსაც გათავისებული აქვს საკუთარი პროფესიის მისია და დღემდე ერთგულად ემსახურებიან საკუთარ პროფესიას და ჩვენს ქვეყანას. სწორედ მასწავლებლის პროფესია არის ერთ-ერთი მყარი საფუძველი ძლიერი მტკიცე სახელმწიფოსი. მასწავლებელი და მოსწავლე არის ორი ერთმანეთისგან განუყოფელი ნაწილი და მათი ესეთი ერთობა ქმნის და აყალიბებს საზოგადოებას, სკოლას და სახელმწიფოს. მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ მასწავლებლის პროფესიაზე, თავგანწირვაზე, ფასდაუდებელ შრომაზე, რასაც ეს საქმიანობა მოითხოვს, არ შემიძლია ვისარგებლო შემთხვევით და არ აღვნიშნო ჩვენი ერთ-ერთი სკოლის, რევაზ მარგიანის სახელობის სოფელ მუჟალის საჯარო სკოლის აწმყო ყოფილი დირექტორი ბატონი მარლენ მარგიანი. მე ვიცი რომ ბატონი მარლენი დღეს ჩვენთან იმყოფება და მინდებას პირადად მიმართო და ჩვენი ძვირფასი კოლეგების, ჩვენი ძვირფასი სტუმრების თანდასწრებით გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა იმ წლებისთვის, იმ დიდი ღვაწლისა და თავდადებისთვის, რაც მან გასწია 10 წლების განმავლობაში საკუთარი სკოლის, სოფლისა და ზოგადად ქვეყნის წინაშე. ბატონ მარლენ, გიხდით გულითად მადლობას იმ თავგანწირვისთვის, იმ ფასდაუდებელ შრომისთვის, რაც თქვენ გასწიეთ წლების განმავლობაში. თქვენ შრომას ქუჭად ნამდვილად არ ჩაუვლია, ვინაიდან აღზადეთ არაერთი წარმატებული თაობა, თქვენ ბრძანდებით არაჩვეულებრივი კოლეგა, პროფესიონალი, ძალიან კარგი ადამიანი და კეთილსინთეზურად ემსახურეთ სისტემას. გულითად მადლობა თქვენ ჩემგან, უდიდესი პატივისცემა და გისურვებთ მხნეობას და ჯანმრთელობას. სიგელი არის შემდეგ შინაარსის მესტის მუნიციპალიტეტის განათლების სისტემაში შეტანილი განსაკუთრებული წვლისათვის გადაეცემა ბატონ ძალიან დიდი მადლობა მესტის მუნიციპალიტეტს, გამგეობას, განათლების სისტემას, მთლიანად ჩვენს კოლექტივს. მე 54 წელი ვემსახურე ჩვენი ახალგაზრდობის აღზრდის საქმეს და კიდევაც ვიქნები ფერხულში განათლების სისტემის ფერხულში და ვეცდები ყველაფერი გავაკეთო. ეს რაც ბავშვთა სკოლაში ვერ მივალ, მაგრამ ისიც არაა გამორიცხული, რომ მივიდე და რაღაცა ტრენინგი ჩავატარო ღონისძიება და რაღაცა და მე კიდევ დიდი მადლობა და თვითონ თქვენთანაც მარიამ და თვითონ თქვენთანაც აქ მოგზაურებისათვის და ჩემზე თაშის დაკვრისათვის და ბატონო მარლენ, არ ვიცი, ალბათ რა ვიცი, ძალიან ბედნიერი ხართ და თითოეულ ჩვენთაგან უსურვებ ამ ბედნიერებას, ზუსტად ეგეც, რომ განგეცადო და თქვენ ალბათ მასწავლებლებს ყველაზე კარგად გესმით, რომ აი 30-50 წლის მერე რო შეგიძლიათ თქვათ, რამდენი რამეც გაგიკეთებიათ ცხოვრებაში. ავით, რამეს დიდი ბედნიერება მეწვეთირება ბოდიში.